ცხოვრებაში ერთხელ გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც გზას გვინათებენ. გვაძლევენ ძალას იმისთვის, რომ საკუთარი თავიდან აღმოვაჩინოთ. წლების წინ, როცა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის ძიებაში ვიყავი, გავიცანი ადამიანი, რომელმაც სრულიად სხვაგვარად დამანახა სამყარო. ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იმ დროისთვის. დღეს ეს ადამიანი ჩემი მეგობარია, ეს ის ადამიანია, რომელმაც მომცა ძალა იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის დამეჯერებინა და მივდობოდი ჩემ ინტუიციას. ვალენტინა ბარბაკაძე. დღეს საქართველოში უკვე ბევრი ადამიანი იცნობს, მაგრამ წარუდექი მაინც და გააცანი შენი თავი. ჯერ პირველ რიგში სასიამოვნოა, რომ ჩვენ ასე მოვილაპარაკეთ და მოინდომა ეს შეხვედრა, იმიტომ რომ მართლა ჩვენ ძალიან საინტერესო ისტორია გვაკავშირებს, მაგასაც აუცილებლად მოგიყვებით. მე ვარ ეზოტერიკოსი, მე საერთოდ მასწავლებელი, მთელი ჩემი ცხოვრება ვასწავლე და თავიდან ვიყავი სკოლის მასწავლებელი, ეხლა ვარ ეზოტერიკის ტარო აკადემიის დამაარსებელი და მასწავლებელი. ალბათ ეგ რა ვიცი, მიძახიან ზოგი გურუ მამა, გურუ დედა უკაცრავად. მე ვიცი რომ გარდა იმისა რომ მასწავლებელი ხარ, ფსიქოლოგი ხარ, ასე მოვხვდი მე შენთან. მაინტერესებს რა კავშირი დაინახე შენ ეზოთერიკაში, შენი საქმიანობიდან გამომდინარე და მოგვიყევი საერთოდ როგორ მოხვდი ამ ყველაფერში. ჩემი ისტორია მე ბევრჯერ მაქვს მოყოლილი საერთოდ, იმიტომ რომ ფსიქოლოგია მიზიდავდა, მე ბოდიშს მოგიხდით, ყველა უკვე ვინც ვიცნობთ, იცით, მე უფრო რუსულენოვანი ვარ. ქართული ჩემი მეორე ენა, მამა ჩემის ენა, მაგრამ ეხლა უკვე არის ჩემი პრიორიტეტი ენა და უკვე ჩემი აუდიტორია მიჩვეული კი არის ამ ჩემ საუბარს. და როგორ მოხდა, იმიტომ რომ მოხდა ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ისეთი პროცესები, რომელსაც მე ვერ ხსნიდი და მარტო ფსიქოლოგია მე არ მშველოდა და ეს ჩვენი საყვარელი ურთიერთობები ხო, რასაც ჩვენ ვიხილავთ ხოლმე, კარმული ურთიერთობა, ანუ ურთიერთობა, რომელიც ვერ ხსნი, რას ნიშნავს, ხო? ყველა ჩვენ ხვდებით ისეთ ურთიერთობებში, რომელსაც ვერ ხსნით, რა თქმა უნდა და რაღაცა ცხოვრებისეული რაღაც მომენტებიც არის. რომელიც ჩვენ არ გვაძლევს დაუშვათ ეს ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ის არ გვაკმაყოფილებს და გვაინტერესებს უფრო მეტი ეზოტერიკა, ზუსტად ეს სფერო, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ უფრო ღრმად ჩაიხედო, უფრო მეტი პასუხი მიიღო, ანუ საიდან რატომ შეიძლება რომ ვთქვათ, ორ ადამიანს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ რასაც არ უნდა გააკეთონ, მაინც არ ლაგდება მაგათი ურთიერთობა, ხო? განათლებაც არ გაკლია, შეიძლება არ შენ პარტნიორს, ბევრი რაღაც ასპექტები, ხო? მაგრამ არ არის და არ კმაყოფილდები და რაღაცა ურთიერთობა მე თქვა ან შორდები ან არ გამოდის. ამიტომ რა თქმა უნდა, ხა მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც მქონდა ასეთი საკმაოდ რთული კარმული ურთიერთობა, მაგრამ ამ ურთიერთობამ მიმიყვანა ზუსტად იმ გზაზე, რომ მე დამაინტერესა და გავიგე, რომ არსებობს თურმე კიდე სულის გზა, არსებობს თურმე კიდე კონტრაქტების სულების და ასე შემდეგ, ეს ძალიან დამაინტერესა და კიდე ვეტყოდე ერთ რამეს, რომ თუ შენ გაქვს ახლა უკვე ისიდან გამომდინარე, რომ მე ახლა იმის გარდა რომ ვარ ტარო ფსიქოლოგი, მე ვარ კიდევაც ტარო ნუმეროლოგი და აი ეს როცა შენ გაქვს მიდრიკილება, როცა შენ გაქვს სურვილი, რომ უფრო მეტი გაიგო, შენ მაინც მიგიყვანებინ იქ, სადაც შენ უნდა იყო და ჩემ შემთხვევაში ეს იყო ტარო. მე საერთოდ უკვე ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, რომ ძალიან მიყვარს. რა შენთვის ტარო? მოგვიყევი, საინტერესო. იმიტომ რომ ტარო არის ჩემი მთელი ცხოვრება, მე დავდიოდი მკითხავებში. ეგ ამაგას არასოდეს არ ვმალა, მე ძალიან მიყვარდა და საქართველოში რა ვიცი, მე მგონი ცნობილი თუ უცნობილი თუ ვინც იყო, ყველასთან დავდიოდი, მაგრამ ყველა მეუბნებოდა შენ იცი, შენ რაღაცა იცი და მეთქი რა ვიცი, პირიქით მქონდა რაღაცა შიში, რაღაცა ეს ზუსტად ეს მიდგომა, როცა მაშინ მე საქართველოში ცხოვრობდი და მქონდა ეს, მაშინ არ გიცნობდი და ეს იყო ის მომენტი, როცა
მაინტერესებდა, რა თქმა უნდა, ჩემი ბანალური, როგორც ყველა ჩემთანაც მოდიან ძალიან ბევრი ისეთ ადამიანები, რომ აი რა ხდება და რატო ხდება და რისთვის ხდება, მაგრამ ამავე დროს ადამიანები ერთმანეთს უგრძნობენ, ეხლა დღეს კი ვიცი რატო ხდებოდა ეს და რატო მეუბნებოდნენ, მაგრამ არავინ არ მიხსნიდა. მე რო თქვა, აი შენ თვითონ იცი ეს რას ნიშნავს, ხო? და რა თქმა უნდა, ეს ჩემში უფრო მეტ შიშს იწვევდა, იმიტომ რომ დღეს მაგაზეც პასუხი მაქვს, რა თქმა უნდა, მადლობა ბედის მატრიცას, იმიტომ რომ ბედის მატრიცა მიპასუხა, რომ არის სულ საქეს პროგრამები, წინა ცხოვრებაშიც იყო ის ადამიანი, რომელიც იყო დაკავებული ამ თემებით და ამ ცხოვრებაში დაიწყო გახსენება. და მაგრამ მაინც მე საქართველოში მაშინ ცხოვრობდი, უფრო და მქონდა ეს შიში, რომ აი ეს მაგია რაღაცა, ეს მაგიური რაღაცა ჩარევები და ის არა რა და ნამდვილად ეს არ მინდოდა. სხვათა შორის ძალიან ბევრი მსურველი ტაროს შესწავლა, ვისაც სურს დახმარების ჩატში წერენ ხოლმე და ეს თემა, რელიგიური თემა, ცოტა სენსიტიურია საქართველოში და ზუსტად მაგის კითხვასაც ვაპირებდი, რას ეტყვი ამ ადამიანებს, ვისაც სწავლა სურთ ტაროსი, მაგრამ ეშინიათ. აი რაც შიში ზუსტად აი მაგ შიშზე უნდა მეთქვა, იმიტომ რომ მე მქონდა ეს შიში საკმაოდ დიდი. იმიტომ რომ ნუ იცით როგორ არის? ეხლა მეც ადამიანი ვარ, მორწმუნე ადამიანი ვარ, ხო? ეხლა შეიძლება ისეთი ეკლესიური ცხოვრებით არ ცხოვრობ, როგორც ვთქვათ, ეხლა საქართველოში ბევრი ცხოვრობს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე უფრო რატომღაც აი შავი მაგიის მეშინოდა რა ძალიან და მეორე იყო ჩემი მომენტი, მე მეშინოდა რომ მეთქი აი ჩემ შვილებს რაღაცა არ მოუვიდეს ეგეთი რამეები და ჩემო ჯაღზე, იმიტომ რომ ტარო ჩემთვის იყო რაღაცა მაგიური ინსტრუმენტი, რითიც შეიძლება რაღაცა გააკეთო რიტუალები, რა ვიცი, არ მქონდა უბრალოდ შიშე საიდან არის? შიშე ჩდება მაშინ, როცა შენ რაღაცა არ იცი. და როცა არ იცი, რა თქმა უნდა, ის ახალი რაღაცა და გაშინებს, ხო? მაგრამ ჩემ შემთხვევაში მოხდა სასწაული, მე საერთოდ ვიზახეთ ჩემ თავს, რომ მე ვარ ძალიან მიწიერი ეზოტერიკოსი, იმიტომ რომ მე ახლა კი დაუფრინავ ზოგჯერ, მაგრამ მაინც უფრო მიწიერი ვარ და მაგრამ იყო ჩემ ცხოვრებაში ესეთი პერიოდი, მოვიდა ეთყობა დრო, როცა უნდა გახსნილიყო ეს ნიჭი და რაღაცა ხმამ მითხრა, როცა ვიჯეკი უკვე საკმაოდ ისეთ ასაკში, რომ ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი ცოდნა მაქვს, იმიტომ რომ მე საერთოდ ძალიან უამრავი მაქვს წლები გავლილი, უამრავი კონფერენციები, უამრავი ტრენინგები, უამრავი რაღაცები და რა თქმა უნდა, ქალის და კაცის ურთიერთობაზეც, ახლა როგორც ფსიქოლოგი, ბევრს მუშაობდი, ანუ დამიგროვდა ცოდნა, მაგრამ ვიჯეკი და ვფიქრობდი, ვის გავცე? კი, მე ვიყავი ახლა სკოლის დირექტორიც ვიყავი, მასწავლებელიც ვიყავი, მაგრამ ეხლა უკვე ის პერიოდი რო წავიდა, უკვე ბევრს მუშაობდი როგორც ფსიქოლოგი, მაგრამ მე უკვე ის მომენტი იყო, როცა რაღაცა არ გაკმაყოფილებს და რაღაცა ინსტრუმენტი მინდოდა, აი სულ მქონდა სურვილი, რომ ადამიანებს დავეხმარო, ადამიანებს რაღაცა აი ვურჩიო, იმიტომ რომ აი უამრავი მცოდნა დამიგროვდა და ამის უნდოდა გასვლა. და უცბად აი ასე ვიჯექი დივანზე და მომივიდა ხმა, რომ წადი და ისწავლე ტარო. ესე იგი, გამოდის, რომ განსაკუთრებული ნიჭი ამისთვის საჭირო არ არის. ეს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ისწავლოს. ეს არის როგორი მომენტი, აი ამაზე გეტყვით, ნახეთ, მე სულ მაგაზე ვხუმრობ ხოლმე, ეხლა არავინ არ უყურებს, არც ტაროს გაშლებს, არც პროგნოზებს თქვათ, ეხლა ასტროლოგიურს და ასე შემდეგ, არავინ ვისაც ეს არ აინტერესებს, ან არ აქვს მიდრეკილება. თუ დაუშვათ ადამიანი ახლა აინტერესებს როგორი რისგან არის თქვათ შექმნილი ტრაქტორი, ის წავა და იმას უყურებს, ხო? და არა იმ ტაროს გაშლებს, ხო? და ამიტომ თუ დაუშვათ შენ უკვე გაჩუქეს ტარო, თუ დაუშვათ შენ ბავშვობაში რაღაცას, ანუ მე ჩემთან მოდიან ბევრი, მეც ვიყავი ეგრე რა. ყავაზეც მკითხავდით, მაგრამ ეს მეგონა მაიმუნობა, პასიანსებს ვშლიდი, უბრალო კარტებზე რაღაცებს ვშლიდი, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ჩემთვის მაიმუნობა რაღაცა და ნამდვილად სერიოზულად არ ვიცოდე. და აი როცა მე თვითონ უკვე შევედი და დავიწყე სწავლა, აი ეს იყო მაშინ ჩემმა მასწავლებელმა გვითხრა, რომ ტარო თქვენ კი არ ირჩევთ, ტარო გირჩევთ თქვენ.
და ზუსტად აი მაშინ მივხვდი რომ აქ ნახეთ ყველა ჩვენ ვიბადებით ინტუიციით აბსოლუტურად მეც მეგონა სხვათა შორის რომ ძალიან ესეთი ინტუიცია მაქვს და იმიტომ რომ რამდენჯერ ყოფილა რომ მithქვია თქვა რაღაცა და ის მოხდა ხო ეს აქვს ბევრს მაგრამ საქმე რა შეიცი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ისწავლოს ტარო უბრალოდ ეს არის რომ ზოგი ან ვითარებს ზოგი არ ვითარებს ну შიშზე გითხარით რომ რატომ ახლა მაგალითად ბევრი ადამიანის უნდა სიტყვაზე იმიტომ რომ ტარო არის საერთოდ აი ჩემთვის შენ მკითხე რას ნიშნავს ჩემთვის ტარო არის ჩემთვის უდიდესი ფსიქოლოგიის წიგნი ანუ და მე ვარ ძალიან ბედნიერი რომ ეს აი ცოტა გადავუხვია მე როცა დავიწყე საერთოდ სწავლა მე გამემართლა ერთ რამეში რომ მე შემოხდა კარგი მასწავლებელი და რატო არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეს ხმა კი მომივიდა ისწავლე ტარო მაშინ კი დავდიოდი მთელი ტაროლოგებთან და რაღაც მაგრამ რა დასდა უნდა ვიყიდო როგორ უნდა წავიკითხო რას ნიშნავს ეს არკანები ან ერთად რანაირად უნდა წაიკითხო ეს იყო საშინელება და მე შემიძლია გითხრათ რომ დაახლოებით 1-2 კვირა მაინც ვიჯექი როგორ ანუ დავიწყე ხა იმისი მნიშვნელობები ამისი მნიშვნელობები რაღაცებს 1-2 რვეული მქონდა უკვე გაწერილი აი ამ ყველა მნიშვნელობებს მაგრამ ვერაფერს ვერ ხვდებოდი მეთქი ეს რა უბედურება მაგრამ მე აღმოვაჩინე რომ თურმე არსებობს ონლაინ სკოლები სადაც შეიძლება შენ ადამიანმა გასწავლოს და ეს იყო ზუსტად მაგრამ აქაც დიდი მნიშვნელობა არის ვინ გასწავლის იმიტომ რომ მე გამემართლა რომ მოვხვდი თან მე მაშინ რუსეთში ვცხოვრობდი და იქ უამრავი სკოლები აღმოჩნდა და მე შემოხდა ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა გამემართლა ძალიან თან შემიძლია გითხრათ არასოდეს ცხოვრებაში მედიტაცია არ გამეკეთებია და ძალიან დიდი წინააღმდეგობა მქონდა როცა გავიგებდი მედიტაცია და ეგეთი რაღაც ძალიან მიწიერი ადამიანი ვარ საერთოდ და აი მქონდა რაღაც მაგრამ აი აქ დაიწყო ზუსტად ეს მიდგომა რომ თან მეთქი 78 არკანს რა დაიმახსოვრებს ეხლა მაგას თან ის ჯანმრთელობაზე როგორ უნდა თქვა სიყვარულზე როგორ უნდა ფულზე როგორ თქვა აი მეთქი არა მე ვერ დაიმახსოვრებ აი ჩაგიკითხებით რამდენად მნიშვნელოვანია აი ტაროს ცოდნა გეხმარება თუ არა და დაეხმარება თუ არა ადამიანს ცხოვრებისეულ სხვა ასპექტებში აი დაუშვათ კარიერა ურთიერთობები ჯანმრთელობა ნუ უამრავი ის რაც აშფოთებს ასე ვთქვათ კი აი ზუსტად მაშინ აი მასწავლებელზე კიდევ ვიტყვი რომ იმდენად მნიშვნელოვანია როცა შენ ვიღაცა განათლებული ადამიანი ვისაც შენი გჯერა შენ ვისიც გჯერა ვინც შენთვის არის მართლა ნუ ისეთი ადამიანი აი ავტორიტეტი ასე ვთქვათ ხო და თან ეს ადამიანი რომ სწორ გზაზე წაგიყვანს და ნამდვილად რომ მოგცემ ის ცოდნას რომელიცაც აი ნამდვილად რასაც ქვია ტარო აი ეხლა კიდე ამაზე მინდა დაუბრუნდა მკითხვას რომ აი იცით როგორ ჩემთვის იყო ძალიან დიდი ტრიგერი სიტყვები ეკოლოგიურად სუფთა მიდგომა ეს იყო აი ეს საერთოდ იყო ჩემთვის მომეხსნა ყველაფერი მეთქი მასე მეც მინდა იმიტომ რომ იმასწავლებელმა ჩვენ აგვიხსნა რომ თქვენ ტაროს მეშვეობით შეგიძლიათ ნებისმიერი სიტუაცია განიხილოთ ეს იქნება კარიერა ეს იქნება თქვენი ურთიერთობა ეს იქნება ფინანსური მდგომარეობა ეს იქნება ის რა უნდა გააკეთო შენ გაიგებ რისთვის არის რამე სიტუაცია რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რომ რისთვის გვაქვს ხო ანუ რომ კითხვა რატომ აქ და რა აი არა რისთვის აი მაშინ და ტარო გაძლევს მაგ საშუალებას იმიტომ რომ იქ არის ისეთი სიღრმავე რომ ანუ ენერგეტიკით ანუ როგორ რა ენერგია გაქვს ხო დაუშვათ ანუ რატო არა გაქვს ფული ხო სიტყვაზე იგი რაღაც ენერგიაში არა ხარ ხო ან როგორ მოხდა ეს ევოლუციას გაჩვენებს და რა თქმა უნდა როცა აი ეხლა მეც უკვე ეგრე ვასწავლე რომ ჩემ მოსწავლეებს უბევდე მოდი წარსული სიტუაციები გავარჩიოთ განვიხილოთ და თქვენ იქ უფრო იმდენ რამეს მიხვდებით რომ აი რატომ დაუშვათ იმ პარტნიორთან არ ქონდა შენ ნორმალური თქვა ურთიერთობა რა გიჭირდა და ეს არის ტრანსფორმაციაც ეს არის უკვე მუშაობა ეს არის თერაპია და ამიტომ ტარო გაძლევს ძალიან ბევრ რამეს შენ როგორც აი
ხვდები, იმიტომ რომ ჩვენ ახლა კი ზოგი რაღაცა პრობლემები ჩერდება ჩვენში, დიდხანს რა. და ეს ბლოკები მე გვიშლიან ხელს ახალ ურთიერთობაში. ან გინდათ ფინანსებში ხო თქვა და აი ტაროს მეშვეობით შეგიძლია ძალიან ადვილად გაიგო რა პრობლემები ქონდა, რა გიჭირდა და რა უნდა გააკეთო შენ იმისათვის, რომ შენი სიტუაცია გაუმჯობესდეს. ეს თავიდან მე როცა არ მქონდა ეს ჩემი მეორე ინსტრუმენტი ბედის მატრიცა, აი ტაროს მე მაგ საკმაოდ მასწავლე ეს გაშლები, რომელიც არის მასწავლებლიდან მასწავლებელზე გადადის, პირიქით, მასწავლებელიდან მასწავლეზე, ხო? და არის საკრალური გაშლები, რომელიც ინტერნეტში არ არის, მაგრამ საკმაოდ არის ღრმა. და ეხლა უკვე ჩემი მოსწავლებიც მაგას რო სწავლობენ, თვითონაც გადიან ძალიან დიდ ტრანსფორმაციას და ძალიან კმაყოფილები არის. ამიტომ ტაროს აქვს პასუხი ყველაფერზე აბსოლუტურად. პირველი აკადემიის დამფუძნებელი ხარ ტაროს შესწავლის კუთხით და როგორ მოგივიდა ეს აზრი საერთოდ და რატო ქართულად? ეს რატომ და გეტყვი, ნუ პირველ რიგში ახლა მე რა თქმა უნდა ვარ ქართველი. მამა ჩემი იყო ქართველი და საკმაოდ მე გავთხოვდი კიდევაც საქართველოში, შვილებიც მოყავს ქართველები და იყო პერიოდი, რომ გადავედი საერთოდ რუსეთში, მაგრამ აი ესე მე ცოტა ისეთ შევეხებეთ მე მატრიცას და გეტყვით იქიდან უფრო მეტს კიდე რატო ხდება ეგრე. საერთოდ რა არის ეს აი პირადი დანიშნულება რაც არის შენი მე უკვე ვთქვი შენ მაინც მიგიყვანებენ იქ აი მარტო სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენი მარტო პარტნიორზე არ არის საუბარი ეს არის შენს ყველანაირ სფეროს შეიძლება შეეხოს რა და რა თქმა უნდა ეხლა ისეთი პერიოდი მქონდა რომ ძალიან მინდოდა დაბრუნება საქართველოში აი ხა ხო აქ ადამიანებს მაგალითად ჩვენთან ახლა უამრავი ადამიანი მოდის ვინცაც საზღვარგარეთ თქვა გადავიდნენ და იგრძნობენ ძალიან კარგად თავს, იმიტომ რომ ის არის მაგათი ძალის ადგილი. ჩემ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ საქართველო არის ჩემთვის ეს ადგილი, სადაც აი ჩემი ყველაფერი იხსნება. გინდაც ახლა ჩემი ბავშვობის ოცნება, მე მინდა სკოლის დირექტორობა და აი ეს რუსულენოვანი გოგო გავხდი ქართული სკოლის დირექტორი. ეს იყო სასწაული საერთოდ ჩემ ცხოვრებაში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. და ანუ ცოტა შევეხები მატრიცას არის ესეთი პროგრამა. იმიტომ რომ ეს კიდევ ერთ-ერთი საინტერესო და საყვარელი თემაა დღეს უკვე. იმიტომ რომ არის ესეთი მომენტი, რომ არის ზოგისთვის უნდა მიიღოს განათლება სხვაგან და მე ეს განათლება გადაეტანოს სხვაგან. აი ჩემ შემთხვევაში ეს იყო ზუსტად რომ პირველიც იყო მე მივიღე უმაღლესი დავამთავრე რუსეთში მაგრამ სკოლის დირექტორი გავხდი საქართველოში. მე ისევ მოხდა ჩემი მეუღლე, ჩემი შვილების მამა რო გარდაეცვალა, გადავედით რუსეთში, მაგრამ იქ მივიღე ეს განათლება ზუსტად ვისწავლე იქ ტაროც, ვისწავლე იქ მატრიცა, ვისწავლე ძალიან ღრმად უკვე ფსიქოლოგია, ყველაფერი და დიდი გამოცდილება მივიღე როგორც ბიზნეს კოუჩი და როგორც ლავ კოუჩი. და უკვე მე მოვიდა დრო რომ წამოვედი საქართველოში, მაგრამ აქ მოხდა კიდე ძალიან საინტერესო მომენტი, როცა უკვე მე ეს ყველაფერი ვისწავლე და დავიწყე მუშაობა რუსულ სივრცეში, ძალიან მათხოვნებადი ვიყავი, მანდაც ახლა ვერ ვიტყვი რომ არა. და საკმაოდ ცნობილიც ვიყავი, მაგრამ აი ეს სულმა რომ ვერ გაჩერდა და წამომიყვანა საქართველოში, მე საქართველოში უბრალოდ გადავედი საცხოვრებლად, მე არ ვაფირი და ერთ-ერთი ჩემი მომენტი რატო აი წეღან ჩვენ ვილაპარაკეთ მაგ თემაზე რატომ აი საქართველოში კიდე ეს თემები რო არის ხო მე მქონდა მომენტი რომ ვიცოდი რომ საქართველოში ეს კი შეიძლება ახლა არ მიმიღებენ იმიტომ რომ ნუ ახლა ტაროზე როგორც იყო დამოკიდებული კი გითხარი მე თვითონაც დავდიოდი და არ მინდოდა მეთქი რომ ახლა ზედმეტად ახლა და ამიტომ ვფიქრობდი რომ ვიმუშაობ ისევ რუსულენოვანებთან მაგრამ აი ისე ეწყობა ყველაფერი საერთოდ ცხოვრებაში, რაც უნდა მოხდეს, ის მოხდება და მოხდა ეს მომენტი. ჩემი გადმოსვლა დაემთხვა არასასიამოვნო ამბებს, რომელიც მოხდა რუსეთში და მე გადაწყვეტილება მივიღე, რომ მე მივდივარ საქართველოში.
იქ უნდა დავრჩი, თან ჩემ შვილებსაც უნდოდა, ჩემ გოგოს უნდოდა თავისი ოჯახით გადმოსვლა საქართველოში ძალიან და აი რაღაც სპონტანურად მოხდა. და მე მოხდა კიდევაც ხო ვთქვი რომ მე არ ვაპირებდი მაინც ქართულად მუშაობა, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, როცა შენ რამეს ეწინააღმდეგები და ის რომ უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში, ანუ სამყარო ყველანაირად ისე გააკეთებს, რომ შენ მაგას გააკეთებ. აი იმიტომ არის მე რომ ვეუბნები, სადაც უნდა კი ბატონო, იმიტომ კონსულტაციებზეც ბევრჯერ ვეუბნები ხოლმე, თუ შენ გინდა რამეს აკეთებდე, ხო სული გეუბნება გააკეთე, დაიწყე. და აი ნუ მიიყვანი მდონემდე რომ სანამდე მართლა გაიძულებენ და ჩემ შემთხვევაში ესე მოხდა რომ მე როცა ჩამოვედი საქართველოში ზუსტად მოხდა ის რომ ჩემი რუსული კარტა სულანაერი დაიბლოკა ჩემი YouTube არხები დაიბლოკა ჩემი Instagram არხები დაიბლოკა დავჯექი მეთქი რა გავაკეთო მაქსიმალურად ყველანაირად სამყარომ აი ესეთ ალყაში მომაწყო ნუ ეხლა შენ არ გესმის წესიერად და ნაშენ ნუ მოგხედავთ რა. ხო და აი მაშინ ნუ მე და შენ კიდე გავიცანით, როცა მე რუსულ YouTube-ზე მუშაობდი და შენ მაშინ კი, იქიდან მაშინ მე ტყუპის ჰალებზე მუშაობდი ძალიან აქტიურად და იქიდან ეს საინტერესო თემა იყო და იქიდან გაგიცანი. და მაშინ და აი ეს მოხდა ზუსტად რომ გავბედე, ჩემი პირველი ვიდეო იციან ყველა და ვთქვი რომ მეთქი გავალ ვიტყვი ჩემი ქართული თან ახლა არის რა ჩემი გამომწერებიც მეუბნებიან რომ უკვე დაიხვეწეთ ძალიან ქართული იმიტომ რომ დავიბრუნე 12 წელიწადი ცხოვრობდი რუსეთში იმის მერე და რა თქმა უნდა ეხლა უფრო რუსული და რუსულად მუშაობდი და მიჭირდა მაგრამ და ეზოტერიკული ენა არის ჩემს შვილებს კი ველაპარაკებოდი ქართულად მაგრამ ეზოტერიკულად ნამდვილად არ ველაპარაკობდი მაგრამ როგორც ვეუბნები ჩემს გამომწერებს ჩემს აი კლიენტის სიტყვა არ მიყვარს აი ჩემს საყვარელ ადამიანს ჩემ მონადოსავე სულები ხართ ყველა ვეუბნები ხოლმე რომ აი მაინც დავხვეწე და მაინც ახლა უფრო ვცდილობდა უფრო და უფრო კარგად ვისაუბრო რა თქმა უნდა ხო და აი ზუსტად ეს მოხდა რომ გადაწყვეტილება მივიღე გამოვედე მეთქი მიმიღებენ არ მიმიღებენ და რა ვქნა მიმიღეს საკმაოდ მაგრად მიმიღეს დიდი მადლობა ყველას აბსოლუტურად ვიცი ბევრი მწერს პირველი დღიდან ვარ თქვენთან დღეს შევოდის უამრავი წერილი ზუსტად მაგითი არაფერი არ უნდათ უბრალოდ ამბობენ რომ ცხოვრება შეიცვალა როცა ამ ადამიანის ხმას უსმენ მადლობა ჩემო ლამაზებო და კიდე იქიდან მე მინდა ვთქვა რომ უამრავი აი ჩემი პირველი ნაკადი ჩემი მოსწავლეებისაც არიან ეს გოგოები ვინც მე თავიდან მიყურებდნენ. მითია განსხვავებული შენი მეთოდი, აი ამაზე აუცილებლად უნდა კითხო, იმიტომ რომ უამრავი დღეს ტაროლოგია სპეციალისტია ამ კუთხით, მაგრამ მე ვიცი რომ შენ განსხვავებული მიდგომა გაქვს ამ ყველაფრის მიმართ და აუცილებლად გითხარი რა არის ის განსხვავებული. განსხვავებული მიდგომა არის იმით, რომ ჯერ პირველ რიგში ისეც რომ ჩვენ ახლა ჯერ მე თვითონ გავედი, მიმიღეს მადლობა ძალიან მაგრად და დაიწყეს ეს ხათაშეს რუსეთშიც იყო ძალიან დიდი ხანი მე ვეუბნებოდი და მთხოვდნენ რომ გვასწავლე. მაგრამ იქ ვერ არ ვასწავლე, აი რაღაც იცი რა ეს მქონდა და ეხლაც ჩემს მოსწავლებს სულ მაგაზე ვეუბნები ხოლმე რომ ნუ გეშინიათ, რადგან თქვენთან მოდიან ადამიანები, ესე იგი თქვენი ცოდნა სჭირდება იმ ადამიანებს და სხვათა შორის აი ზუსტად ეს მაგალითი მოხდა, კიდე ცოტას გადავუხვევ. აუცილებლად საინტერესოა. რომ მე მაგ კიდევაც დავაარსე ქალთა კლუბი, აი ეს სადაც ახლა კი ქეთის მეხმარება და დიდი გუნდი მაქვს და ისე ვიყავე გუშინ გახარებული, ჩემოსწავლებს სულ ვეუბნებოდი, სულ თქვენ სჭირდებით, შენ თუ გაქვს ნიჭი, აუცილებლად არიან ადამიანები, ვინც იმენა შენგელოდებიან, შენი ცოდნა უნდა და გუშინ ისე გამეხარდა ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი მოსწავლე, რომელიც ახლა ჩემთან კიდევაც არის უკვე კურატორი და ძალიან მეხმარება და დაწერა ერთ-ერთმა გოგომ, რომ აი ასე ნინი იყო ჩემი პირველი ტაროლოგი, ვისთანაც მე მოვედი. აი ისე გამეხარდა, რომ ეს მე ხო შეიძლება რომ თქვა, აი ვამბობ, მაგრამ აი იყო დამტკიცება, რომ ეს ასეა. და აი ეს არ შემიძლია რომ არ ამიღნიშნა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის აი უდიდესი ბედნიერება, რომ ეს მართლა ასე დამიმტკიცეს, რომ ეს მე მართალი ვარ.
და რაც შეეხება აკადემიას, ხო, ზუსტად მაშინ დაიწყო მე ქართულადაც მთხოვენ, რომ ხომ არ ასწავლეთ, ხომ არ შეგიძლიათ რომ ჩვენ გასწავლოთ და არ მოიდგინეთ ახლა რამხელა ჩემთვის იყო ეს პასუხისმგებლობა, კი და სიახლეც იყო იმ დროისთვის საქართველოში, პირდაპირ ვთქვათ, არ არის მე, პირადად მეტი არ მსმენია. უბრალოდ რა არის, მე თვითონ ახლა სიმართლე გითხრათ, არავის არ ვიცნობ ახლა საქართველოში რომ თქვა რომ ახლა კი, ახლა რა თქმა უნდა, ჩემი სიძე არის უმაღლესი დონის ეზოტერიკოსი მალხაზ გველუკაშვილი, მაგრამ მალხაზე არ ასწავლეს ახლა ვიცი ტაროს, ეს სხვა დონის ასწავლეს ეზოტერიკას, ნამდვილად მეტაფიზიკოსი არის და მაგრამ აი ალბათ ასწავლეს ვინმე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ აი ასე გადავწყვეტეთ რომ იმიტომ რომ ეს არის უნიკალური სისტემა. ჩვენ მე არ ვასწავლე, არც მე არ მასწავლეს არანაირი მაგიური ჩარევები. იმიტომ რომ ტარო შეიძლება, ტარო კი, ახლა მაგიის გარეშე კი ვამბობ, მაგრამ ახლა როგორ არის მაგია. ეხლა მე და შენ რო აქ საუბრობ და ვიღაცა ამერიკაში გვიყურებს, ეგაც ხო მაგია. თავისთავად, ხო? ან იტალიაში ვიცი გოგოები მყავს მთელი სოფლიოს მასშტაბით და ბიჭებიც კი მოსწავლებიც მყავს, ბიჭებიც ძალიან მიყვარან, კაი ბიჭები მყავს. ხო და მაგრამ აი ეს მიდგომა არის ხმა ჩვენ არ ვიზებირებთ. ეს მთავარი. მე ნამდვილად ეს 78 არკანი რას ლაპარაკობ, ვერ დავიმახსოვრებ და ჩვენ მე ვასწავლე ენერგიებით, მე ვასწავლე ადამიანს, აი როგორც თქვი კიდევაც წეღან რომ ჩვენ გავდივართ. ანუ ეს არის თერაპევტიული რაღაცა კურსი რა. შენ თვითონ გადეხარ თერაპიას, შენ თვითონ შეგიძლია ყველა აი ბევრი სფერო დაალაგო, პლუს კიდე ჩვენ რა თქმა უნდა სხვათა ეს მედიტაცია ძალიან უძლიერესი, რომელსაც მე ვაძლევ, იმიტომ რომ მე თვითონ დავდივარ უამრავ კურსებზე, სულ სწავლობ მის დღემში და ყველგან აი თითქმის მაგისი ნაწყვეტი მაგ მედიტაციის არის, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური თვითონ ეს მედიტაცია, რომელიც ჩვენ გვაწესრიგებს, რომელიც ჩვენ გვაახალგაზრდავებს, რომელიც ჩვენ ბლოკებს გვიხსნის და ჩემი აი მოსწავლეებს კი უთხარი რომ აი ნახავთ თქვენ როგორი იქნებით კურსს რო დაამთავრეთ და სხვათა შორის სულ ყველა შეცვლილია. აი ძალიან რო უყურებ გოგოებს, სულ სხვანაირი ენერგიებში არიან. სულ სხვანაირად გამოიყურებიან და აი ესაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდი უთხრათ როგორ მოხვდნენ აკადემიაში, როგორ უნდა მოვიდნენ თქვენამდე? ჩვენთან ახლა რა თქმა უნდა, როგორ ყველა ვიდეოს ქვეშ მე მაქვს კონტაქტები. კლუბში აუცილებლად პირველ რიგში კლუბში უნდა გვეწვიოთ. კი, კლუბში ახლა იცით რა არის, ახლა კი ბევრი მოდის კონსულტაცია და ვეუბნები თუ გინდათ ჩემთან ახლოს იყოთ უფრო, აუცილებლად მოდით კლუბში, იმიტომ რომ კლუბი ესეთი სივრცე გვაქვს ჩვენ, სადაც ახლა ნამდვილად ჯერ პირველ რიგში მედიტაცია მეც ჩამაწერინეს ჩემი ხმით მოსწონ ძალიან ბევრს გამოუსწორდა ძილი როგორც ვიცი და ვხუმრობ ხოლმე ვიდეოს რო წერ ჯერ ლაიკი და მერე დაიძინეთ იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრს ეძინებათ ნუ არის კი ესეთი თერაპევტიული ხმა მაქვს მეც ახლა გამოვიყვლევე და კი მითხრე სპეციალისტებმა რომ აი ტრანსში შემიძლია შევიყვანო ადამიანი და იმიტომ ეს მედიტაციები სხვათა შორის ჩემი გოგოებიც ახლა ჩემ მოსწავლეებსაც ბევრს ეძინებათ, მაგრამ ეგ ძალიან კარგი არ არის ცუდად ნამდვილად. და რა თქმა უნდა, ახლა პირველი კლუბი არის ჩვენი, სადაც ახლა ნამდვილად ეს მედიტაციები ძალიან ბევრი არის, ბევრი პრაქტიკები. კი, აი პრაქტიკები დავიწყეთ ჩვენ უფრო იქ მატრიცის მერე, იმიტომ რომ აი მეორე ჩემი ინსტრუმენტი არის ბედის მატრიცა და ეს უნიკალური ინსტრუმენტი საერთოდ სხვათა შორის მე რუსეთში რომ დავიწყე მუშაობა იქაც გამოკვლევა გავაკეთე და იქაც ვიყავი ერთ-ერთი პირველი ადამიანი რომელიც მატრიცაზე ბევრს ავცელებდა ასე ვთქვათ იმიტომ რომ დამაარსებელი არის ნატალია ლაძინი და არის კიდე სხვადასხვა სკოლები მე ვისწავლე მის მოსწავლესგან Tatiana Жеребцовasgan, იმიტომ რომ იმისი არის უფრო ღრმა და არის ანუ იქ უფრო მეტი კიდე ინფორმაცია შეგვიძლია ამოვიღოთ და მატრიციდან კი ბატონო და რა არის მატრიცა ახლა ეს არის ჩვენი სულის გზა ეს არის მე მუშაობ ყოველთვის რა არის იცით ახლა მე მაქვს ეს ორი უნიკალური ინსტრუმენტი ეხლა ჩემი ამოცანა მკითხაობა არ არის ჩემი ამოცანა არის ადამიანი რომ მოდის ჩემთან და რომ მეკითხება რა მჭირს
გინდა ურთიერთობას ეხებოდა, გინდა მაგის ფინანსურ მდგომარეობას, გინდა აი რა არ აქვს მნიშვნელობა რა მდგომარეობას, რა აინტერესებს. მე ვიყენებ ორივე ინსტრუმენტს, იმიტომ რომ მატრიცაში წერი აბსოლუტურად არის ინფორმაცია რატომ, რისთვის, რა უნდა გააკეთო, რატომ არ ხდება ეს შენ ცხოვრებაში, რატომ ხდება. კი. და ახლა ნუ რა არის კარმა ეს უკვე ყველამ იცის და ეს ახლა ნამდვილად აღიარებული არის. მაგრამ აი ძალიან ღრმა ინფორმაცია არის და ამიტომ როცა ადამიანთან მე დიალოგში ვარ, მე ახლა ნამდვილად ახლა ყოველთვის ვეუბნები რომ მოდით ახლა არ ვითამაშოთ ახლა ვანგობანა, ვანგა არა ვარ და ახლა ჩვენ აქ იმისთვის არა ვართ რომ შევამოწმოთ ჩემი ნათელი მხელველობა, მე მინდა თქვენ დაგეხმაროთ, იმისთვის რომ დაგეხმაროთ უნდა ვისაუბროთ და ამიტომ ადამიანი როცა აი დღევანდელი თავის პირადი რუკასავით არის კი თავისთავად იქ როცა აი დღევანდელი სიტუაციაზე რომ მიყვება და ჩვენ კიდე მივდივარ და ვუყურებ აი საიდან როგორ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვათა შორის დედასთან დამოკიდებულება მამასთან დამოკიდებულება და ნუ ბევრი რაღაც მომენტები და რა თქმა უნდა კონსულტაციაზე ჩვენ ამას ვიყენებთ კონკრეტულად მე უკვე ვაკეთებთ გიდკარმულ გაშლას იქიდან ვიღებთ ინფორმაციას რა როგორ და იმიტომ წამოვიდა კიდევ კლუბშიც ბევრი რაღაც ტრენინგები, მინი ტრენინგები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მე შენ გეუბნები ახლა ეს პროგრამები გაქვს, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი პროგრამები გვაქვს, მოვდივართ, ეს მოდის ბავშვები და ნუ ეს სხვა თემა ამაზეც კიდე აუცილებლად მე ჩავწერ ახლა და ვამზადებ ჩვენ სამივენი შენ და გაიცი ხა იციან ჩემი გოგოები კიდე ვამზადებ ძალიან მაგარი ტრენინგს, იქნება ძალიან დიდი სასიამოვნო გოგოებისთვის უფრო სადაც ჩვენ ვაჩვენებს გზას როგორ უნდა გამოვიდნენ რა ამ მდგომარეობიდან და იქ დედაზეც იქნება მამაზეც, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი სიტუაცია ჩვენ მეუღლებლობა გვაქვს ბევრი პრობლემა გვაქვს საერთოდ ცხოვრებაში და ამიტომ რა თქმა უნდა ვიყენებ ბედის მატრიცას და ნუ არიან ზოგი რომ აი ჩემთან უამრავმა გააკეთეს გოგოებმა თავისი შვილებისთვის მე სამი შვილიშვილი მყავს და მე ჩემი სამი შვილისთვის დაიბადნენ თუ არა იმ წუთში გავაკეთე მატრიცები და ამიტომ ეხლა რო უყურებ ჩემ ბავშვებს ვიცი რატომ იქცევიან ისე როგორც იქცევიან და უკვე ჩემ შვილებს ვეუბნები რომ აი აქ მიაქციეთ ყურადღება, აქ მიაქციეთ ყურადღება და ნამდვილად აი საოცრება არის როცა შენ უყურებ ბავშვს და როგორ თქვათ ეხლა ნუ შეგიძლია რაღაც კორექცია გააკეთო ან დაეხმარო, იმიტომ რომ ორივე ნათქვამი არის სწორი. პირველი ნუ რა ვქნა, ასეთი ბედი მაქვს და ვერაფერს ვერ ვიზავ. რა ვქნა ვწვალობ და ამიტომ ნუ რა ვქნა, ნუ ვწვალობ, იწვალე. მეორე ნათქვამი შემიძლია რამე შევცვალო ჩემ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა შეგიძლია. იმიტომ რომ მატრიცაში არის ეს ენერგიები, რომელიც არის, ის არის ან უკვე ხარ მოსული ამ ენერგიით, ან გეძლება თუ დაუშვათ მინუს პლუსში ხარ, შენ ეს იგი შეგიძლია გამოასწორო. ამიტომ გავაკეთე მე ახლა კიდევაც ჩვენ კლუბში ორჯერ ვატარებ, კი იცი, შეხვედრებს და ვაკეთებ მოკლე მიმოხილვას იმათთვის, ვისაც უნდათ აი რაღაცა თავის პრობლემა, აი რაღაცა მაწუხებს რომ გავიგო, რატო საიდან არის და უკვე ორჯერ კვირაში ჩვენ კლუბში ტარდება ეს შეხვედრები, ნუ მაგითაც მინდა რომ დავეხმარო რითიც შემიძლია ამ ადამიანს, ვისაც შეიძლება არ მოდიან დაუშვათ პასიანსზე. ვალენტინა, ბევრი ფიქრობს, რომ რახან ასეთი ცოდნა გაქვს, ასე კარგად ფლობ ამ ინსტრუმენტს, ეს უნდა გასცე უანგაროდ და უფასოდ. რა სეტყვი ამ ადამიანებს? საერთოდ რა არის, იცით, ეს არის ძალიან ისეთი საკითხი, რომელიც მართლა ბევრ სატომღას ებადებათ ეგეთი აზრი, მაგრამ რა არის, იცით, ეხლა წარმოიდგინეთ, ჯერ პირველ რიგში მოდი აქედან დავიწყოთ, რომ კი, შენ უნდა გქონდეს შეიძლება ნიჭი, შეიძლება შენ მოგინდა, შეიძლება რაღაცა არის შენში და შენ დაიწყეს სწავლა, ხო? მე პირადად მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ როცა მომივიდა ეს აზრი, რომ უნდა ვისწავლო და მინდა, ვაფშე ფულიც არ მქონდა. არაფერი არ მქონდა, ჩემი პირველი დასტა მიყიდე ჩემმა შვილმა. მაგრამ ეს საერთოდ როცა შენ ნამდვილად გინდა, ფულიც მოგივა და ისწავლი კიდევაც ეს ვაფშე სხვა მომენტი.
ენერგიას დებ, ფინანსებს დებს ადამიანი, ხო? ყველა ვარიანტში რა, თან მუშაობა ენერგიებთან და მთელი ყველაზე უმთავრესი კანონი არის სამყაროში გაცვლის მიღების კანონი რა. ანუ ნამდვილად ეხლა რატომღაც არავის არ დაებადება ჯერ პირველ რიგში შენ რო წახვალ მაღაზიაში და რამე როცა გინდა იყიდო ნუ არა გაქვს ეს თავში რომ მოდი ეხლა მე ვიღაცა აი მომეწონა ეს კაბა და მომეცით იმიტომ რომ მიხდება ხო გინდა სურსათებს იგივე არავინ არ მოგცემს. ეს არის ჩვეულებრივი ჩემი სამუშაო, ხო? რასაც მე ვისწავლე, რასაც მე ჩავდე ეს ჩემი ენერგია, ფინანსები და ასე შემდეგ. ცხოვრებაში მე იცით რა არის, როცა ეგეთ რამეს აკეთებ, სამყაროსთან გვაქვს ჩვენ ნებისმიერ სფეროში აბსოლუტურად ზოგი რაღაცას კარგავს, ზოგი რაღაცას თქვა, ეხლა ხო, მსმენია ეგეთი, რომ თუ არ ხდება მიმოცვლა რაღაცით, მაინც წაიღებს კი. და მე საერთოდ მაგას ეხლა ყოველთვის მაგას უყურებდი რომ მე ნამდვილად არ მინდა რომ ჩემთან ადამიანი მოვიდა მე კარგი გოგოს როლი ვითამაშე ზემოდან შევხედე კარგი აჰა მიიღე და მე სამყარო ადგება და წაართმეს იმიტომ რომ იყო შემთხვევები არა ერთი და ამიტომ მე საერთოდ არ მუშაობ არც უფასოდ და არც აი ამ აქციებს არ ვაკეთებ იმიტომ პირველ რიგში მე ვცხოვრობ საერთოდ კანონებით, სამყაროს კანონებით და ვიცი რომ ხა შენ გინდა დაიჯერე გინდა არა, მაინც ეს მუშაობს, ეს ასე მუშაობს სამყარო ნამდვილად. ვალენტინა სტარო აკადემიის დახმარების ჩატში ხშირად შემოდის კითხვები, რა პირობებით უნდა მოხდნენ აკადემიაში და გვაქვს ახლა შესაძლებლობა თავად ვალენტინა გვეტყვის, გითხარი როგორ მოხდნენ თქვენთან და რა არის ამისთვის საჭირო. ну პირველ რიგში საჭირო არის სურვილი რა თქმა უნდა სურვილი პლუს კიდე ეხა მე რო ვაკეთებ რო გითხარით ну იცი შენს რო ორჯერ კვირაში ვაკეთებ აი ამ შეხვედრებს მატრიცაზე ძალიან ბევრს გოგოებს შიში ხო ვთქვით და აი ამ შიშს ვაუქმებთ იმიტომ რომ ვუხსნი რატომ არის ეს შიში რომ უნდაც სწავლა მაგრამ აი ეს შიში რო აქვს საიდან არის მაგაზე ვსაუბრობ და ვისაც ეს შიში კიდე რჩება მეც ვატარებ კიდე ცალკე გასაუბრებას უკვე ამ გოგოებთან რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ პატიჟებთ ყოველთვის კლუბში იმიტომ რომ კლუბში ყოველთვის გვაქვს ინფორმაცია და საერთოდ ჩვენ გვაქვს 3 კურსი და გვაქვს მე მაგ გაკეთებული უკვე ქართულად გაკვეთილები გვაქვს ჩვენ კლასიკაზე ტაროეზე და მეორე დასწრას ჩვენ ვისწავლეთ ну მეორე დასწრას გვაქვს ჩვენ უკვე კურსი ტარომანარაზე კლასიკა რა თქმა უნდა ტაროლოგი თუ გინდა იყო უნდა იცოდე უეჭველი და არის 3 კურსი 3 მოდული ასე ვთქვათ ძალიან პირველ მოდულზე ჩვენ ვსწავლობთ უშუალოდ არკანებს ღრმად რა თქმა უნდა და არის სისტემა არის რაც ვთქვი უნიკალური მართლა იმიტომ რომ ისე როგორც მე ვასწავლე მე ვიცი ну რომ მე სიტყვით ვასწავლე როგორც მე მასწავლეს რა ჯაჭვური სისტემა იქ არის სტიქიების ჯვარი ანუ როცა ჩვენ მე უკვე ვასწავლე როგორ უნდა წაიკითხონ მაღალი არკანები და დაბალი არკანები ერთად გაერთიანებული სისტემა და ამიტომ ჩემოსწავლებს რა თქმა უნდა იქნება ღრმა ჩახედვა და ერთ კარტზე შეუძლიათ იმდენი ინფორმაცია გასცენ რომ უამრავი და ჩვენ არაფერს არ ვიზეპირებთ ჩვენ ყველაფერს სწავლობთ ენერგიებით ანუ მედიტაციებთ რაც მე უკვე ვახსენე და მეორე მესამე კურსი ჩვენ ღრმად უკვე ვსწავლობთ კარმულ გაშლებს როგორც ვახსენე ეგაც მასწავლებიდან მოსწავლეზე როცა გადადის მაგას ვერც ინტერნეტში ვერსად ვერ ნახავენ იმიტომ რომ სულ ყველა ეს გაშლები არის აგებული მაღალ არკანებზე რომელიც არის ეგვიპტიდან კიდე ასე ვთქვათ წამოსული და ასე შემდეგ. და საკმაოდ საინტერესო პროგრამა არის 7 თვე გრძელდება ჩვენთან სწავლება არის ჩატები რა თქმა უნდა კურატორები მუშაობს იქ მუშაობენ ჩემი კიდე სასწაული კურსი ერთი პირველი კურსი მართლა ეს ნაკადი არის რაღაცა ჩემთვის უნიკალური იმიტომ რომ ძალიან მაგარი გამოუშვა მოსწავლები უკვე მუშაობენ თვითონ და თვითონაც უკვე და ის რაც მე მიხარი უკვე ჩემი ხელწერაც ეთყობა რომ წერენ პირდაპირ ჩემს გოგოებს რომ ვალენტინას მოსწავლები ხო არა ხართ ვამაყობ ძალიან იმიტომ რომ
რა თქმა უნდა, ჩვენ სწავლების მერე ვაძლევთ სერტიფიკატს, ეს თავისთავად ხდება და მანარაზეც გვაქვს ჩვენ ორი მოდული, სადაც ჩვენ იქ ვსწავლობთ უკვე უშუალოდ. მანარავ საერთოდ ისეთი არის დასთა, აი რა არის ისეთ ბევრ ფსიქოლოგი თუ ხარ, აუცილებლად უნდა იცოდე ტარო მე თუ მკითხავ რა, ყველა ვარიანტში სულ მცირედ ტარო მანარა, იმიტომ რომ ტარო მანარა არის აგებული, იქ არის სიუჟეტები, ანუ სიტუაციები და იქ უკვე ცოტა სხვანაირი არის სწავლა, იქ განსხვავებულია ვიდრე კლასიკას რო სწავლობთ, მაგრამ ეს არის იმდენად დამხმარე ინსტრუმენტი, შენ შეიძლება თქვა ფსიქოლოგთან დაგჭირდეს 5 კონსულტაცია და ერთ გაშლით შენ მიხვდები ადამიანის მდგომარეობა, რა ხდება, რა სჭირდა, როცა მე თვითონაც მასზე მუშაობდი, ჩემ მოსწავლეებსაც მაგას ვეუბნები, როცა შენ კლასიკური გაშლა გააკეთე და პლუს კი ტარო მანარა ჩართე, ეს არის ისეთი ინფორმაცია, რომ ადამიანი შენგან წავა, აი გმაყოფილი კი არა, თერაპიასაც გაელის და პასუხებსაც იპოვის და რა უნდა გააკეთოს ეცოდინება და კიდევაც სადაც ახლა ნუ ბევრი მწერს მე YouTube-ზე აი თქვენ გისმენ და გამომისწორდა ცხოვრება გამოსწორდა ჩემი თქვათ მდგომარეობა პარტნიორთან და იქ მე ვაკეთებ საავტორო გაშლებს და იმიტომ რომ რა თქმა უნდა მე არ ვდებ იმ გაშლებს რასაც მე ვასწავლე ჩემ მოსწავლეებს, იმიტომ რომ არ შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ აი კონსულტაციაზე წარმოგიდგენიათ რომ რამდენი ინფორმაციას მიიღებენ და ამიტომ მე ვთვლი რომ ეს ძალიან მართლა უძლიერესი თერაპია და უძლიერესი საშუალება და ეხლა დავიწყეთ უკვე თხოვეს, იმიტომ რომ მყავს გოგოები რუსულენოვანებიც, რა თქმა უნდა, ასად არ წასულავ და მათთვისაც გავაკეთეთ ჩვენ, უკვე დავიწყეთ რუსულ ენაზეც, დავიწყეთ ჩაწერა. ყავს ჩვენ საერთო ჯგუფი, სადაც მარტო კურატორი ეხმარება, მეც ახლა ვერთობი ზოგჯერ, არის VIP ჯგუფი, სადაც იქაც კურატორები მუშაობს და მე ვატარებ კვირაში ერთ-ორ შეხვედრას ჩემ მოსწავლეებთან. რა თქმა უნდა, უკვე ჩემთან ერთად ყველა კითხვაზე პასუხებს ვაზრობ. ნუ არის კიდე VIP, ვისაც უშუალოდ ჩემთან უნდა მარტო ჯგუფის გარეშე დაუშვათ ინდივიდუალური სწავლება. კი ბატონო, აი ესეთი საშუალებები გვაქვს. ბევრი მსურველია შენთან პირადად ისწავლოს ტარო, მაგრამ ვიცი რომ ონლაინ მიმდინარეობს სწავლება. რატო? იმიტომ რომ საერთოდ ეს არის ძალიან კარგი მოხერხებული ფორმა ხო მაგის, იმიტომ რომ მყავს მოსწავლეები ამერიკიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, თუნდაც თბილისიდან, მაგრამ ძალიან მოხერხებული, იმიტომ რომ ონლაინ გაკვეთილები გვაქვს ჩაწერილი, ადამიანს აქვს იმის საშუალება, ჩანაწერები რჩება, პლუს კიდე იმ დროს უყურებენ გაკვეთილს, როცა მათთვის არის მოხერხებული, ეს არ უშლის ხელს არანაირად მაგათ თქვათ მოღვაწეობას სხვაგან თქვათ მუშაობენ ბევრი გოგოები, ჩემი მუშაობენ და ნუ რა თქმა უნდა და ამიტომ ეს არის ზოგისთვის ახლა ეს უნდა როგორც დამატებითი თქვათ ცოდნა, ზოგის მერე ირჩევს როგორც პროფესიას, მაგრამ ეს არის ძალიან მოხერხებული რა და რა თქმა უნდა ახლა ჩვენ გვაქვს ვინც არის ჩემთან VIP სწავლებაზე, ანუ VIP ჯგუფი, რა თქმა უნდა ჩვენ ვირჩევთ დროს ისეც რომელიც მოხერხებული, მე უკვე ვიცი ამერიკაში როდის ცალია, მე უკვე ვიცი როდის ცალია თქვათ იტალიაში, ნუ დრო გვაქვს არჩეული და მაგ დროს ჩვენ რა თქმა უნდა ვატარებ კონსულტაციას, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ძალიან კარგი და მოხერხებული ფორმატი მე მოდი სადამ დავემშვიდობებით ჩვენ მაყურებელს, გაგვანდეს შენი სამომავლო გეგმები. ნუ რა თქმა უნდა, ჩემი უმთავრესი გეგმა ეგ არის, რომ მე მინდა და ეს არის ჩემი ოცნება და ჩემი მიზანი, რომ ჩვენი აკადემია გახდეს ნამდვილად ცნობილი და რატომ არის და მინდა იყოს უფრო რატომ, იმიტომ რომ მე მინდა რომ ადამიანებს შეცვალოს ტაროსადმი მიდგომა და შეხედულება, რომ მე მინდა რომ ადამიანებს არ კონდეთ შიში და არ კონდეთ ტაროზე მარტო ის წარმოდგენა, რომ ეს არის მაგიური ინსტრუმენტი იმ გაგებით, რომ შავი მაგიით. კი, რა თქმა უნდა, არსებობენ მაგები, ვინც ამით არის დაკავებული და ეს არის მაგათი პრობლემა. კი ბატონო, მაგრამ მე მინდა რომ ყველამ იცოდეს, რომ
ტარო არის ფსიქოლოგიის ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებს ეკოლოგიურად ცუდად დაეხმარება და და ვისაც აქვს იმისი სურვილი, რომ ეს ინსტრუმენტი თქვა შეისწავლონ, ისწავლონ ჩვენთან. ეს არის ჩემი უდიდესი ისწავლონ სწორად. დიახ. ეს არის ჩემი ყველაზე უდიდესი ოცნება, რომ ეს იყოს, რა თქმა უნდა, რადგან ვახსენე ჩვენ მე ვამბობ კიდევაც რომ მუშაობ ბედის მატრიცის თემაზე, იქ უამრავი ეს პროგრამები რაც არსებობს, რომელიც ადამიანებს უშლის ხილს სხვადასხვა სფეროებზე, იმიტომ რომ მე არა მხოლოდ ტაროლოგი ვარ, მე ვარ ტრანსფორმაციული ფსიქოლოგი და მინდა რომ კიდევაც როგორც ცოტას ვახსენე, რომ ერთობლივ პროექტს ვამზადებს ჩვენ იმისთვის, რომ დავეხმაროთ კიდევაც ამ პროგრამების დამუშავებას. ეს არის ახლა მთავარი და ჩემი დიდი ოცნება, რომ ადამიანები იყოს ბედნიერი და ამისთვის პრინციპში ხა ბევრი კი არ უნდა არაფერი, უბრალოდ უნდა აკეთებდნენ იმას, რაც თქვენ გინდათ და მაშინ იქნებით ბედნიერი. მაშინ ყველა სფერო აუცილებლად დაალაგდება, რა თქმა უნდა, ურთიერთობაც, ჯანმრთელობაც, ფინანსებიც და ყველაფერი. ამიტომ გელოდებით ჩვენთან აკადემიაში. დიდი სიყვარულით. მე წარმატება მინდა გისურვოთ, წარმატება აკადემიას, თქვენ გუნდს, კლუბს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მომავალში შემოგვიერთდა.